აჭარის უმაღლეს საბჭოში დაგეგმილი პოლიტიკური კონსულტაციების მეორე ეტაპი ჩაიშალა სხდომათა დარბაზთან. პირველი დამოუკიდებელი დეპუტატები ჯემალ ფუტკარაძე და მედია ვასაძე გამოჩნდნენ, თუმცა რამდენიმე წუთიანი ლოდინის მიუხედავად კონსულტაციის მსურველთა რიგებს უმრავლესობის წევრები არ შეერთებიან. მოგვიანებით საკანონმდებლო ორგანოში კონსულტაციებისთვის ნაციონალური მოძრაობა სრული შემადგენლობით გამოცხადდა, მაგრამ დამოუკიდებელი დეპუტატების მსგავსად სხდომათა დარბაზის ტერიტორია მათაც რამდენიმე წუთიანი ლოდინის შემდეგ დატოვეს. ვიდრე ოპოზიციური ფრთის დეპუტატები კონსულტაციების დაწყებას ელოდებოდნენ, კოალიციაში შემავალი დეპუტატები კონსულტაციებს თავმჯდომარის კაბინეტში დახურულ კარს მიღმა გადიოდნენ. გაკოძნელაძე ამტკიცებს, რომ ქართული ოცნების წევრები ზუსტად 12 საათზე შენობაში იყვნენ, თუმცა შეხვედრაზე ოპოზიციონერი დეპუტატები არ მივიდნენ. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა დააგვიანეს, მოგვიანებით კი კოალიციის წევრებმა თავი შეიკავეს, რადგან ძნელაძის განცხადებით ამ დროს შიდა კონსულტაციები მიმდინარეობდა. მე ვფიქრობ, რომ დეპუტატებს არ აქვს ჯერჯერობით იმის არც პოლიტიკური ნება აქვს გამოხატული, ვიღაცისაგან რაღაცებს ელოდებიან, რაღაც მოლაპარაკებები მიდით ჩემთვის გაურკვეველი, გაუგებარი და რა თქმა უნდა სურვილი მაქვს, რომ ყველაფერს ბოლოს და ბოლოს დაერქმევა სახელი და უმაღლეს საბჭოში ერჩელ და საბოლოოდ დაიწყება ნორმალური კონსტიტუციური პროცესის განხორციელება. როდესაც თვითონ ვერ წყვეტენ და არ აქვს გუნდში ერთიანობა არ აქვს, ამ შემთხვევაში ელოდებიან უფროსი ძიას ბჭყალებში რომ ჩავსვათ აი ასეთ მითითებას, რომელმაც ალბათ რომელიმე მხარე უნდა დაარწმუნოს, დააჯეროს, მათ არ შეუძლიათ რომ კონსტრუქციულად შიგნით დასხდნენ და გადაწყვიტონ საკითხი. ძალიან რთული პროცესი აღმოჩნდა, უფრო რთული ვიდრე მეგონა, აი ახლაც კი მიმდინარეობს კონსულტაცია თავმჯდომარის კაბინეტში. მაგრამ შედეგი მართლგეუნებით არ ვიცი დაიდება თუ არა დღეს. თუ ვერ დაიდო, თუმცა რომ ალტერნატიული გეგმა არა. ხო, ალტერნატიული გეგმა რა, გაგრძელდება ბუნებრივია უმაღლეს საბჭო ამ თავის მუშაობას ამით არ წყვეტს, კომისიები გაგრძელებენ თავის მუშაობას, უბრალოდ მთელი რიგი პრობლემები გვექნება, იმიტომ რომ წინ არის კორექტირებული ბიუჯეტის მიღება, შემდეგ უკვე ახალი ბიუჯეტზე მუშაობა მიდის და უბრალოდ უფრო რთული და დრამატული განვითარება გველის წინ. დღეს უნდა დაგვიმთავრებია მართლა ის ყველაფერი რაც დაწყებული არის და სამწუხაროდ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მოვდივართ და არ შემოდიან და უკან მივდივართ. სამწუხაროდ მე არაერთხელ მომისმენია ჩვენი კოლეგებისგან ნაციონალური მოძრაობა არის თურმე დესტრუქციული ძალა. მე მგონი ძალიან მარტივად არის გასაგები რა დესტრუქციაზე გვაქვს საუბარი. ქართული ოცნება უკვე უმაღლეს საბჭოში მთლიანად დესტრუქცირებული არის. ნაციონალები არ იყვნენ 12 საათზე აქ ყველანი ვიყავით ჩვენ და მე ვიცი რომ ჯემალ ფუტკარაძე იყო, მედია ვასაძე, მაგრამ სხვები არ იყო. ჩვენი საპრობლემო თემა თავიდანვე იყო კომისიების არ მუშაობა და ეს კომისიების მუშაობა ჩაეყარა საფუძველი.